სუბიექტური აზრი შალვა რამიშვილთან და ნათია მიქიაშვილთან ერთად ეთერში გებრუნდებათ ჩვენ დღეს ქალბატონ ნესტან კირთაძის სუბიექტური აზრის მოსმენით. ქალბატონ ნესტან კირთაძე ყოველთვის მომხილავად გამოიყურება და მე მინდა ნესტან გითხრათ თქვენ ვის მაგონებთ ახლა 9:30 კვირა ხო გაგტანახე? კი მესენჯერი რომ კაცი დასაცმას ჩაიცვას. ხო ძალიან მომხილავია იქ ეპიზოდი ხო გახსოვთ ყველას არა? აი იმას გავხარ ძალიან. რა ყოველთვის ხუმრობდა. რა დედა მომიგდეს თუ ხუმრობდი ახლა? რა ჩვეულებრივი ეპიზოდია? ერთ-ერთი წვიმა რომ მაგარი ეპიზოდია. რა მოხდა ქალბატონ ნესტან? რატომ გაიცვალა ნათელაშვილი ივანიშვილი? ხო მოვისმინე ახლა როცა შევდიოდი თქვენთან ეს გულის გამგმირავია ესე ვთქვათ ფრაზა ვიღაცაში გაიცვალა და ასე შემდეგ უწინარესწორისას აღმომშვიდობის პირველი შეკითხვა რომელიც საზოგადოებაში გაიხსნა. მივესალმები თქვენს ტელეაუდიტორიას საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ და უკვე დავაზუსტე რომ ძალიან ბევრი მაყურებელი გყოლიათ უცხოეთის ქართველობაში და მე ძალიან სიამოვნებს. რა თქმა უნდა გუშინდელი დღე პრაქტიკულად იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე ბევრი თვალსაზრისით, თუმცა ეს დღე ჩემთვის კიდევ ერთი დღე იყო, როდესაც თქვენ ნესტან კირთაძე იღებს დიდი ღირსებით გადაწყვეტილებას, დიდი პრინციპულობით გადაწყვეტილებას და დიდი ვალდებულებით გადაწყვეტილებას და ეს ვალდებულების მანდატი მას არასოდეს არ აღწევდება. წამოსვლაზე საუბარი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. წამოსვლაზე ჯერ არ არის ლაპარაკი. რა თქმა უნდა. ივანიშვილთან. საუბარი არის შალვა იმ მნიშვნელოვან მომენტზე, რა განცხადებაც გუშინ გავრცელდა. და მინდა გითხრათ რომ ერთი წვეთი არ მიძინია, იმიტომ რომ მე Facebook-ის მომხმარებელი ვარ და თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, საკმაოდ აქტიური და არ ვაჭარბებ 1000-ზე მეტ წერილს ვუპასუხე. რამდენს? 1000-ზე მეტ წერილს ვუპასუხე, იმიტომ რომ 3000-ზე მეტი მეგობარი მყავს. და სამედმა დაწერა წერილი? კი, დაწერა წერილი, იყო ძალიან ბევრი გამოხმაურება ამასთან დაკავშირებით და ეს ჩემთვის არის მნიშვნელოვანი რატომ? იმიტომ რომ მე მინდოდა გამეგო ამ გადაწყვეტილების ისტორია, თუმცა პირდაპირ გეტყვით, გულწრფელად გულახდილად, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იგი შევათანხმე ჩემს ქალიშვილთან, როგორც თქვენი თაობის ორიენტირთან და თქვენ ხართ მომავალი საქართველოს ორიენტირი, შევათანხმე ჩემს უახლოეს ადამიანთან და ადამიანებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მე მივიღე ასეთი შეკითხვა მაქვს. თქვენ ბრძანდებით პროფესორი, ცენტრალურ უბნელი, სოციალური წრიდან როგორც ვიცით, მაღალ სოციალური წრიდან. შრომელების პარტიაში რა გინდოდათ, იმიტომ რომ გასაოცარი ის კი არა რომ წამოხვედით. ის არის გასაოცარი როგორ მიხვედით, ის ისტორია მოგვიწევს. დიდ ხანს იყავით ამ პარტიის წევრი და ხო თორე ეხა გასაგებია რომ კაი. არა ახლა მოდი ესე ვთქვათ რომ იქ რა გინდოდა ჯერ ხიმილიანის კი არ არის რომ წევრი იყავით. ხო ნუ ლიდერი, კაი, გასაგებია. არა, შალვა ლიდერზეც აღვარ. ნაჯახივით სახეები მიიღეთ, სერიოზული პარტია. შალვა. როგორ იღებდით ნაჯახივით სახეს? აცუდი ნათელაშვილი ვარ გთანხდება ეთერში მოსვლაზე. ეხლა მე ყოველთვის დაგთანხმდები და სიამოვნებით მივიღებ თქვენთან მონაწილეობას. რა ჯობია თქვენთან საუბარი. ხო და აი ვისაუბრეთ იმაზე რა გინდოდა დიქტორე. მე პირდაპირ მინდა გითხრათ თქვენ, პირდაპირ მინდა გითხრათ თქვენ, როგორც ჟურნალისტებს, ჩვენს ტელეაუდიტორიას და პოლიტიკოსებს და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რომ ჩვენ ვერ დავიძინებთ ბედნიერად და მშვიდად. და ჩვენ ღიმილი სახეზე იქნება აბსოლუტურად მექანიკური. მათ შორის შენი მომაკვდინებელი ჰოლივუდური ღიმილი ახლა თუ ჩვენ გვეყოლება ამდენი უმუშევარი, თუ ჩვენ გვეყოლება ამდენი მშიერი და ღატაკი, თუ ჩვენ გვეყოლება ამდენი ტუსაღი და მძევლად აყვანილი მათი ოჯახის წევრები, თუ ჩვენ გვეყოლება ამდენი ემიგრანტი და მოდი დავარქვათ პირდაპირ ყველაფერს თავის სახელი, საშოვარზე გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეები და არა არ არის გასაგები შალვა, გასაგები არის ერთადერთი რამ, როდესაც მემარცხენე ფლანგი, რასაკვირველია იყო გასაძლიერებელი, რასაკვირველია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვარ მემარცხენე. მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მაშინდამე ჩემი მიდრეკილება არის მემარცხენე, ესე იგი მოყვას ისადმი ჩემი დამოკიდებულება. მოდი ახლა თეორიას ნუ დაიწყებ, იმიტომ რომ რამდენი